ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი მზარდია. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 2200 ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 10,3%-იანი ზრდაა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით ხელფასების ზრდის რეალური ტემპი უფრო დაბალია. კერძოდ, დაახლოებით 4%-იანი ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით საშუალო ხელფასი რეალურად 5,9%-ის ფარგლებშია გაზრდილი. თუკი ბოლო წლების მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ მზარდი ინფლაცია ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპს ამცირებს. PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, მაგალითად, 2019 წლის პირველი კვარტლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი თითქმის გაორმაგდა და 2170 ლარს მიაღწია. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით ზრდის ტემპი მხოლოდ დაახლოებით 40% იყო. ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ მზარდი ინფლაციის პირობებში წლის განმავლობაში რეალური ხელფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო შემცირდება და მინიმუმ განახევსდება. წელს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი მხრივ ნომინალური ზრდა არის ყველაზე დაბალი. 10%-იანი არის რეალურად ზრდა ხელფასების მეორე კვარტალში წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით და ინფლაცია არის ბოლოს 2 წელიწადში ყველაზე მაღალი. 4% იყო ივნისის ბოლოს ინფლაცია. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენელებული არის რეალური ხელფასების ზრდის ტემპი. ის არის დაახლოებით იმ დონემდე ჩამოსული, რა დონეზეც იყო ზრდის ტემპი 21 წელს. და ჩემი პროგნოზით ეს კლება უნდა გაგრძელდეს შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე. ინფლაცია იზრდება, ჩვენ ვიცით, რომ ივნისის მერე ინფლაცია კიდევ უფრო გაზრდილი არის და 4,6%-ია და მეორე მხრივ ზოგადი დინამიკა შრომის ბაზარზე მეტყველებს იმაზე, რომ მაღალი ხელფასების თუნდაც ნომინალური ზრდა არ არის მოსალოდნელი. იმას, რომ ფასების ზრდა მოქალაქეების შემოსავლებს ამცირებს, კიდევ ერთი მონაცემი ადასტურებს. კერძოდ, ხელფასების მწყივრელ უნარიანობას თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ 2012 წლის საშუალო ხელფასს, ანუ დაახლოებით 713 ლარს დღევანდელი 1247 ლარის მწყივრელ უნარიანობა ჰქონდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ფენაზე ინფლაცია განსხვავებულად აისახება. ეკონომისტების თქმით, როგორც წესი, ინფლაცია კიდევ უფრო მეტად ნეგატიურად აისახება შედარებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხელფასებზე. რადგან როგორც წესი, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების შემოსავლები უფრო მეტად იხარჯება სხვადასხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, მათ შორის სასურსათო პროდუქტებზე, რომელთა ფასებიც ყველაზე მეტად იზრდება. სასურსათო პროდუქცია გაცილებით უფრო დიდი სიდიდით იზრდება, ვიდრე მთლიანობაში საშუალო შეწონილი ინფლაცია. თუ ჩვენ ავიღებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც თუნდაც 1500-დან 2000 ლარამდე აქვს ხელფასი და ეს არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ მათი შემოსავლები ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან უმნიშვნელოდ ან მცირედით გაიზარდა. ვამბობ დასაქმებულთა შემოსავალს. მაგალითად, თუ თქვათ, თქვენი ხელფასი არის 1500 ლარი და გახდა 10%-ით გაიზარდა დაუშვათ ნომინალური ხელფასი და ინფლაციაც 10% არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი რეალური შემოსავალი იგივეა. 1500 ლარს რომ მიუმატებთ 10% და იქიდან გაიანგარიშებთ საშემოსავლო გადასახადს, უფრო ნაკლები დაგრჩებათ რეალურად. ხელფასების შედარებით მაღალი ზრდის ტემპი ინარჩუნდება ისეთ სექტორებში, როგორიცაა IT დარგი, საფინანსო და სადაზღვეო სექტორები, მშენებლობა. კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა პირველ რიგში კადრების დეფიციტს უკავშირდება. კვალიფიციური ხელოსნის ხელფასი, რომელსაც კვალიფიციური ხელოსნოს გულისხმობს შემდგომებას, კანცელების გამკურნალს, მლესავს, ბლოკის დამწყობს იწყება 4000 ლარიდან და ძალიან კარგი თქვა სანტექნიკოსების, ელექტრიკოსების ხელფასი შეიძლება 8000 ლარზე თავის თვეში. რა თქმა უნდა დეფიციტია, იმიტომ რომ სამშენებლო სამუშაოები რაც უფრო კეთილება ადამიანს, უფრო გეზარდება ღირებული. ამიტომ ვცდილობ, რომ ვიღაცა უცებ ნახოს, გადავხადო თუნდაც ზედმეტი და დაამთავრებინა. ამიტომ ჩვენ დეველოპერები ერთმანეთს ვარცხნით ხელოსნებს. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი 2553 ლარის ხელფასი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც საშუალო ხელფასი 1122 ლარს შეადგენს.